ცოტა დამაბნეველი იყოს შეიძლება ადამიანისთვის, რომელიც არ არის კარგად ჩათვლილია საქმეში, რას ნიშნავს ხორციელი ძმა, როგორ შეიძლება მას ხორციელი ძმა მოვა. სინამდვილეში მას ყავდა ხორციელი ძმებიც და დებიც. ოღონდ ეს ხორციელი ძმები როგორ იყვნენ ახლა მოდიყვეთ. ჩვენ სახარებაში წავიკითხეთ დღეს ეს. თუმცა კი მე გეტყვით ორივე სიტყვით ვინ იყვნენ ეს ადამიანები. იოსები, რომელიც მარიამზე დაიწინდა, ის იყო ქვრივი ადამიანი, მას ყავდა მეუღლე, გარდაცვლილი მეუღლე, რა თქმა უნდა, და მისგან ყავდა მას 4 ვაჟიშვილი და ყავდა კიდევ ქალიშვილი. ქალიშვილების ზუსტი რაოდენობა არ ვიცი და მამაკაცების სახელები ჩამოთვლილი. ერთ-ერთი მათ შორის იყო იაკობი. იაკობი არის განსაკუთრებული მის შვილებს შორის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება ჩვენ მის მას ეპისტოლეც აქვს დაწერილი კათოლიკე ეპისტოლე იაკობისი, სწორედ ამ იაკობს ეკუთვნის და ის პირველი ეპისკოპოსი გახლავთ შემდგომ უკვე იერუსალიმისა ქრისტეს აღდგომის შემდეგ. ამაზე რომ ნაცნობია ეს სახელი, მაგრამ ეს არ უნდა აგერიოთ იაკობ ზებედეს ძეში, რომელიც იყო იოანე ღვთისმეტყველის ძმა. ის იაკობი სხვა არის, იაკობ ალფესისა კიდევ სხვა არის, ისიც მოციქულია და იაკობი ხორციელი ძმაობლისა კიდევ სხვა, ანუ 3 იაკობზე არის აქ ლაპარაკი. ამჟამად ლაპარაკობთ ხორციელ ძმაზე, რომელიც იყო იოსების შვილი და გარდამოცემის მიხედვით ის იყო იოსებთან და მარიამთან ერთად, როდესაც გარბოდნენ ეგვიპტეში, ღრმა იესო ხელში ეჭირა და ეს ეხმარებოდა თავის მამას და თავის შემთხვევაში ჩვენს ენაზე რო თქვა დედინაცვალს, თუმცა კი დედას ეძახდნენ, რა თქმა უნდა ისინი მეორე წელს მოიყვანდა და ადამიანი თქვა დაკვირვებული ადამიანი შვილები დედას ეძახდნენ, ბუნებრივია, ეხმარებოდა იმ ყოველობაში, როდესაც ჰეროდესგან იდევნებოდნენ და მიდიოდნენ ეგვიპტეში. იაკობზე ამბობენ, რომ ბავშვობიდან იყო ნაზორეველი. რას ნიშნავს ეს ნაზორეველობა, ორივე სიტყვით უნდა გითხრათ. ეს იყო ძველი აღთქმის ისტორიაში ასეთი რელიგიური მოძღვრება და რელიგიური ასკეტიზმი, ესე უნდა დავარქვათ ამას. როგორც თქვათ, თანამედროვე სამყაროში, ახალ აღთქმაში არის ბევრი, რომლებიც დებენ აღთქმას უკორწინებლობისა, დებენ აღთქმას უყოვარებისა, დებენ აღთქმას მონასტრიდან გაუსვლელობისა და ესე მოღვაწეობას ეძლებიან და ვიღაცა შეიძლება დაემატოს. ეს აღთქმა ყველა ბერისგან და მონასტრისგან იდება, მაგრამ შეიძლება მას დაემატოს კიდე რაღაცა გარკვეული სხვა აღთქმები ან სხვა რაღაცა ჯვარი დაემატოს და ესე გააქცევოს სხვა მოღვაწეობა. ანუ ამ სოფელში, ამ სოფლისთვის რომ აღარ ითვლება ესეთ პიროვნებები. ძველ აღთქმაშიც იყვნენ ესეთ პიროვნებები, რომელსაც ნაზორეველები ეწოდებოდათ, მაგრამ საინტერესო იცით რა არის? რომ ნაზერეულობა შეეძლო ყველა ადამიანს და შეეძლო გარკვეული მონაკვეთით. მაგალითად, თუ გადავწყვეტდი მე მსგავს მოღვაწეობას, იცით როგორ ვაკეთებდი ამას? ვიტყოდი, რომ დღეს ხომ არის 5 ნოემბერი. შემდეგ 5 ნოემბრამდე მე ვიქნები ნაზორეველი. ან 2 წლის მერე რომ 5 ნოემბერი მოვა, მე იქამდე ვიქნები ნაზორეველი და ნიშნავდა იმას, რომ მე უნდა მეცხოვრა განსაკუთრებული ასკეტიზმით. არავითარი რკინა არ უნდა მიკარებოდა ჩემს პირის სახეს, გულისხმობ, არც იფარსავდნენ, არც იკრეჭდნენ თმებს. ყოველგვარი ალკოჰოლური სასმელი მისთვის აკრძალული იყო. ის რაც აკრძალული იყო, თქვათ, მაგალითად მიცვალებულზე შეხება აკრძალული იყო ადამიანისა, მაგრამ თუ კი ახლობელი გარდაეცვლებოდა ადამიანს ოჯახის წევრი, რა თქმა უნდა, სხვა ხوارდამოსახლეობდა, უძულებული იყო თვითონ შეხებოდა მიცვალებულს გასაპატიოსნებდა და ესე გაიგრძელდა, ხო? მაგრამ სჯულის მიხედვით გაუწმინდურებულად ითვლებოდა და სანამ სულშეწირვას არ მივიდა, იმ დღეს არ შეეძლო მსხვერპლი მიეტანა, მეორე დღეს მსხვერპლი უნდა შეეწირა, განწმენდის ლოცვებს წაუკითხავდნენ და ასე განეცმედა. აი ნაზორეველებს იმისი უფლებაც კი არ ჰქონდათ, რომ თავიანთი მიცვალებულს მიკარებოდნენ და ესე ეგლოვათ თქვათ მისი ახლობლები. ეს იყო განსაკუთრებული აღთქმა, როგორც უკვე გითხარით, რაღაცა ესე თავშეკავება ყოველგვარი ალკოჰოლისგან, რაღაცა გარკვეული საკვებისგან, რაღაცა მსახურებებზე განსაკუთრებულად დგომა, ლოცვის მარხვა და ლოცვა რაღაც განსაკუთრებულად დგომა, მაგრამ ყველას ჰქონდა რაღაცა გარკვეული ვადით. შეეძლოთ ესეთი რამ გაეკეთებინათ 1 წლით, 3 წლით, 5 წლით, პირად აღთქმაზე იყო დადებული. დაფუძნებული ეს ნაზორეველი. იაკობზე წერია ასეთი რამ, რომ ის ღრმობიდანვე ნაზორეველი. რაც იმას ნიშნავს, რომ მან აღთქმა რომ დადო სულად ახალგაზრდა ღრმა, მთელი ცხოვრება ესე გაატარა. მთელი ცხოვრება აი ამ აღთქმის ქვეშ გაატარა და განსაკუთრებული მოღვაწე იყო. და მის განსაკუთრებულობას ხას უსვამე, როდესაც მას იხსენებენ, რომ ისე ლოცულობდა და იმდენი ხანი იდგა მუხლებზე, რომ
ისე გაუხეშთა მუხლები, აი როგორც აკლემს აქვს მუხლები რაღაცა კანი, რომელზედაც რაღაც თითქოს კინასავით ისე აბჯარებით აქვს გადაკრული, დაახლოებით ესეთი მუხლები ქონდა მას. ამიტომაც აი ესეთი მოღვაწე, ესეთი მლოცველი კაცი, რომელიც 12 მოციქულთაგანი არ იყო, მინდა გითხრათ, ესეც არაგერიოთ, ის 12 მოციქულთა შორის არ ითვლებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, 12 მოციქულმა ის დააყენეს იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსად. ისეთი პატივცემული კაცი იყო, მას ძალიან დიდ პატივცემს თვითონ ებრაელებიც, რომლებმაც არ მიიღეს ქრისტე, ისინიც კი უსმენდნენ მას, ისეთი საპატივცემულო ადამიანი იყო და მოციქულთა პირველი კრება რომ შეიკრიბა, ეს არის საქმე მოციქულთას მე-15 თავი. დაიმახსოვრეთ და გადაშალეთ იქ წაიკითხავთ, თუნდაც საქმე მოციქულთას მე-15 თავში წერია. მოციქულთა კრება რომ შედგა, გადამწყვეტი სიტყვა იქ პეტრემ და პავლემ კი არ თქვეს, რომლებიც უპირატესები იყვნენ ყველაზე. იოანე ღვთისმეტყველო იაკობ მოციქულმა თქვა იქ გადამწყვეტი სიტყვა, რომ არა, ეს უნდა იყოს ესე, ეს უნდა იყოს ესე და ძალიან საინტერესო რამესაც ამბობს შორის ახლა ინტრიგას ვაგდებ, რომ თქვენ წაიკითხოთ და თქვენ თვითონ ნახავთ, რომ რას ამბობს იქ იაკობ მოციქული. აი მის ამ ავტორიტეტს, ხელშეუხებელ ავტორიტეტს, რომ ვერაფერი ვერ უყვეს, გამწარებულმა იუდეველებმა აიყვანეს ის ეკლესიის გალავანზე და უთხრეს, რომ აი აქედან უნდა უარყოფა მოხდარება მისი რაღაცა ხალხისთვის მოეწოდებინა, რომ იესო ქრისტე არ იყო მერტკაცი. მან პირიქით რა თქმა უნდა იქადაგა და ხალხს გააგებინა ამის შესახებ და ძალიან ბევრმა მისი სიტყვისა უფრო დაიჯერა ვიდრე იუდეველებისა. რა თქმა უნდა მათი ბრაზი კიდევ უფრო გამწვავდა, გადმოაგდეს ის აი ამ გალავნიდან, უბრალოდ გუმბათიდან, ძირს რომ დაეცა არ გარდაცვლილა, მოახერხა იმდენი რომ მუხლებზე დადგა და ლოცვა დაიწყო და სხვათა შორის ეს ლოცვაც შემორჩენილია რომ ის ევედრება აი ამ წამებლების შესახებ რომ ღმერთმა აპატიოს მათ ეს რაც ჩაიდინეს და მათ ამის საპასუხოდ ქვები დაუშინეს და ერთ-ერთი ქვა რომელიც მას მოხვდა თავში სასიკვდილო აღმოჩნდა და ესე გარდაიცვალა. ესეთი გახლავთ იაკობ მოციქულის სრული. სულთა წმინდა კაცი და თუ მის ეპისტოლეს წაიკითხავთ თქვენი მე-15 თავის გარდა, სულ 5 თავი აქვს დაწერილი, 5 თავი იაკობ მოციქულის ეპისტოლე. დღეს მისი ხსენებაა და აი მის საპატივცემლოდ იქნებ მოახერხოთ, თუ მთლიანად დღეს ვერ დაამთავრებთ, არა უშავს. რამდენიმე თავი წაიკითხეთ. ნელა გარკვევით იმის მოვალეობის მუხლის მიზნით კი არა რაღაცას ესე ლექსივით რომ გითხულობთ ლოცვებს, არა. ნელა და გარკვევით და თანამედროვე ქართულზე აუცილებლად, იმიტომ რომ გაგიჭირდება ძველი ქართული ტექსტიც საკითხი. წაიკითხეთ და ნახეთ, როგორი მოძღვარია, როგორი ასკეტია, როგორი პიროვნება და რა ავტორიტეტს ქმნის ზოგადად ესეთი ადამიანი. ამის შესახებ მინდა გითხრათ თორეოდესით. როდესაც ესეთი უმციკლოა მისი ცხოვრება, ნახეთ როგორი ავტორიტეტი აქვს რომ ადამიანები, რომლებსაც არ სჯერათ ის, რასაც ის ლაპარაკობს, მაგალითად არ მიიღეს იესო ქრისტე, მაგრამ დიდი პატივისცემით და მოწიწებით ეპყრობიან მას მაინც. იმიტომ რომ იციან რომ წმინდა კაცია თავისი მოღვაწეობით, თავისი შემართებით, თავისი პატიოსნებით, ამიტომაც ქრისტიანობისთვის მაგალითი სწორედ ეს არის. შენი ცხოვრების წესი არის შენი ქადაგება. შენი მოციქულობა არის შენი ცხოვრების წესი. იცი რა შეიძლება ვერ ქადაგებდე, ვერ გამოთქვამდე სიტყვებს და არც იყოს ამის საჭიროება და არც მდგომარეობა არ გაძლევდეს თქვათ ამის საშუალებას რომ სადღაცას გადმოდგედა ქრისტეზე და ქრისტიანობაზე ილაპარაკე, მაგრამ როდესაც ხარ პატიოსანი, როდესაც ხარ მლოცველი, როდესაც ხარ ღმერთზე მინდობილი პიროვნება, ისევე როგორც იაკობ მოციქულია, აი მაშინ ჩნდება საზოგადოებაში ძალიან დიდი ნდობა შენს წინაშე. და ეს ნდობა იცით რას იწვევს, რომ ინტერესდება ეს ხალხი, რომ შენ რომ ასეთი ხარ, შენ სირბლივაც მოინდომებს ვიღაცა რომ ასეთი გახდეს. შენ სირბლივაც დაინტერესდება ვიღაცა, რომ რომელ მოძღვრებას მისდევს, საკითხულობ იმ ზნეობრივ კანონებსა და წესებს, რომლებსაც იცავ და ესე იცავ თავგამოდებით თან. ამიტომაც იცოდეთ, რომ თუ თქვენი სიტყვით და არც უნდა იყოს ეს თქვენი მიზანი, რომ ვიღაცა სიტყვით დააინტერესოთ მხოლოდ და მხოლოდ. თქვენი ცხოვრების წესით დააინტერესეთ, რომ ქრისტემდე მიიყვანოთ, იმიტომ რომ ქრისტემდე მიყვანა არის ჩვენი მოვალეობა და მიზანი. მისია სწორედ ის არის, რომ ნებისმიერი ადამიანი ქრისტემდე პირველ რიგში საკუთარი თავი და სხვები ჩვენგან გამომდინარე, ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე ქრისტემდე მივიყვანოთ და არა მხოლოდ ის, რომ ლაპარაკობდეთ ერთს, ვიქმოდეთ მეორეს, ასე არავინ არ დაგვიჯერებს ჩემო ძვირფასებო. ამიტომ მოციქულთა მსგავსად შევიმოსოთ აბჯარის არწმუნოებისა და ვიცხოვროთ იმ ზნეობრივი კანონებით, იმ ქრისტეს
ქრისტიანული კანონებით, რომლებიც გარედან შემხედვარე ადამიანს ანათებენ და ეს სინათლე მიუძღვის სხვა ადამიანებს ქრისტე ღმერთისკენ. ამინ. გალოცვილი და გახარებული გამარჯვება ღმერთმა ჩვენთან არს ღმერთს.